მომისმინეთ აქეთ. შეიძლება უწმაწური სიტყვები ვიხმარო. მაგრამ ძალიან გაბრაზებული ვარ. თქვენი დედის მუტლები მოტყან მე. ვინც ჩემზე რამე ცუდი თქვას ახლა. კაცი იყოს თუ ქალი იყოს. მოგიტყანთ თუ ყველა დედის მუტელი. გათხოვილი ქალები რო გამოდიხართ ამ TikTok-ში და ტრაკებს და ძუძუებს რო აქნებთ და ზოგიერთები პადეშკას რო აძლევთ. ბიჭები შეიძლება ქმარი ყავდეს, შეიძლება ძმა ყავს. TikTok-ში ვინც დადებს ტრაკს და ძუძუს და ლაივში გამოდიხართ და ცდილობთ რომ ვიღაცის ყურადღება მიიქციოთ და მე პირაჭი გადადიხართ და ტყნაურობთ, თქვენ დედა შევეცი მე თქვენსას. თქვენი ნახევარი TikTok-ის დედის მუტელი მოვტყან. თქვენი არაქართული დედის მუტელები მოვტყან. არც ტრადიცია გაგაჩნიათ, არც ქართულობა გაგაჩნიათ, არც მენტალიტეტი გაგაჩნიათ, არც წმინდა არაფერი არ დაჩათ თქვენში და არც ქრისტიანები არ ხართ. არც მართლმადიდებლები არ ხართ. თქვენი დედები მოვტყან მე თქვენი. ნახევარი TikTok-ის დედას შევეცი მე. მოგიტყანთ სულ ყველა დედის მუტელი. რადგანაც ახალგაზრდა ბიჭები ზოგიერთები, რომლებსაც ოჯახის შექმნა სურს და ვერ ქმნიან და არ ეცნობით, იმიტომ რომ პონტებს და კაიფულიან ტიპებს ეძებთ, თქვენ დედებს შევეცი მე და ბიჭებო, ზოგიერთებო, თქვენი დედა მოვტყან ზოგიერთების. თქვენი დედა შევეცი მე ზოგიერთების. იმიტომ იმნაირ ქალებს ეძებთ, რომ მოტყნათ 1-2 კვირა და მე გადააგდოთ. თქვენი TikTok-ში დამდების დედა შევეცი მე თქვენი. ნახევარზე მეტის. ყველაზე არ მაქვს საუბარი. თქვენი დედა მოტყან რა უნდა? გათხოვილ შვილიან ქალს TikTok-ზე ტრაკს და ძუძუს რო აქნევს, თქვენი დედა შევეცი. ბოდიში ამ ცენზურისთვის. მაგრამ დედა გაქვენ მოსატყნავი. თქვენ რა ქართველები ხართ, თქვენი დედა შევეცი მე. თქვენ საერთოდ ოჯახი არ იცით და ოჯახური სიწმინდე არ გაგაჩნიათ. თქვენ ნაბოზორებო და დედა მოტყნული შვილებო.